გამარჯობა. და მივდივართ მე და ჩემი მეგობარი რომ დავტესტოთ ჯერ კომუნიკაცია გვაქვს ახალი ჩაყენებული ყურებში და მაგით ვკაიფობთ და თან გვინდა რომ ჩემი მოტოციკლიც პატარა ის მარტივ უგზოობაზე გავიყვანოთ და ნახოთ რა გამოვა. მოგესალმებით ყველას. ვიდი, lead the way. გიჟი. გაახურა ცოტა საბურავი. და მერე უნდა წავიდე, აჰა, ძმები. დასტავ. გაყვა ეგრევე. არა. ხო და პადვესკა უნდა გავასწორო ჩემზე რა. რატო? ჩემ წონაზე რო იყოს ზუსტად და ყველაფერი რა, კაი იქნება. მართალი ხარ. აშოტასთან. მარჯვნი ვარ რა? მარცხნივ თუ მარჯვნივ? მე არ ვიცი გზა. მარჯვნივ, ლისის ტბიდან გადავიდეთ აგერ. წამო. ვაჰ. ხევი ეგრევე წავიდა. ჩემი ნახე რამდენი მანქანა. და ხალხი სადეტევა ლისის ტბაზე ამდენი. არ ვიცი, აქ ნახე, აი ბილიქზე რო ამდენი ხალხია, იქ ცენტრში რამდენი იქნება აზე ხარ, იმენა სავსეა. უფ. ერთი ტბა დაგვიმატე ღმერთო სადმე. ფორესტე. ორი კი ბატონო. ამ კაცს ქვია თებში წინ ვინც მიდის და ჰობი აქვს ეგეთი რა, რომ რაღაცა რომ დაევასება დანადგარი, ტრანსპორტი. შო, ეგ არის. სამი ფორესტერი ყავდა. და ეს მეორე დიარზი არის. ჯერ. ხო, ჯერ. თუ არ გააჩერე ეს არ გადადის ისე ოფროუდზე. დანარჩენ ფუნქციებს ყველაფერს ცვლის და ჩვენ აი აქ უნდა წავიდეთ. მარჯვნივ? აშკარად ხო, ტვერია. ძალიან ტვერია. მოცურდება. ოპა, ეგ არის. ეხა მეორე მივეცი. აი ეს ტვერი მაგრად სურავს. აუქნის აქაურობას ჩემი სადვარ. ვაფშე სხვა ადგილი გაიჩიტა. ჩვენ ეხა ნახე? ჩვენ რო ვიყავით მაშინ, წავედით მე მგონი აი ამ ხევში შევედით. ხო, ამ ხევში დავდიოდით. კი, მანქანით, გახსოვს? მანქანით ჩამოვედით იქიდან აქ, ხო? არა, მანქანით დავგაზეთ აქედან. არა, ისე წავედით. მასე წავედით, კი. არა, მან და არ გვინდა, არა. არა, სადაც მანქანით ვიყავით იქ, არა? არა, ეგ ძალიან არის. კაი, წამო მაშინ აქ გავტესტო. აქ გავიაროთ, ხო? წამო. ჯერ მაინც მივეჩვიო ცოტა. რამოდენიმეჯერ კი ვიყავი, მაგრამ მაინც რა, არ მინდა ამის დაგდება. კი ბატონო. არც მე არ მინდა დავარდნა მართალი რო გითხრა. არასწორებს დავარდნა, არა. გუშინ კი კაი რბილად დავეკე ტალახში. ცხნერები. რაღაცა. აი ამ სიჩქარით დავასკდის დაახლოებით. მაგრამ იქიდანაც ეხა რომ საიდანაც მივდიოდით, იქაც ესეთივე გზა არის რა, პროსტა მაგ ხეოში გადადიხარ და ამ თის უკან არის ესეთივე გზა. ხო. და ბოლოში იყო აღმართი რა, ბოლოში უკვე ავდიოდით სადღაც. ანუ ისიც მარტივი აღმართი ჩვეულებრივი ასასვლელი. და ჩამოსასვლელი იყო შენ რო ჩამოხვედი ის ადგილი რა, რომელიც რავი აბსოლუტურად მარტივი არის მოტოციკლეთით. მანქანისთვისაც მარტივი იყო მომენტ რა. ხო, მაგრამ ეხა თავდაჯერებლობა არ მაქვს, გაიგე და უეჭველი დავარდები. აბესი გაეთიშა უკან რა კარგია, ცურავს. ეხა შეგვიძლია ავყვეთ ამ გზას და წავუყვეთ უკან. ერთი ვარიანტია, გადაღობილი რატო არის?
ვიღაც ჯიმშერასია ალბათ და? უეჭველი ჯიმშერასია. თვითონ ზედაპირს არ ვარ მიჩვეული რა. მგონია სულ რომ გავცურდები და აშკარად არ არის ეგრეც რა. არა, ხო. შრალზე ძალიან კაი არის რა. სველი არის პროჭობა. ხო, ეხა ამაზე ენდუროზე არ უნდა წახვიდე ამითი რა. არა, იმენა არა. ვიღაცები დადიან, მაგრამ ისინი შიგნაკრავები არიან, გიჟები არიან. სლომაზე რო არ ჯიშო ბევრს და კარგად, ძალიან კარგად რო ფლობ ამ აპარატს, მაშინ შეგიძლია იარო ენდუროზე რავი. კი. რა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ცილეწებიან საკმაოდ მაგრად რა, მაინც. აი ეს ავსტრალიელი კაცი რო არის. ისის ტენერეთი არის, მაგრამ ხო, ტენერეთი. არც ის არის ძალიან მსუბუქი რა. ხო. გიჟი ნივთია ძალიან, ეგეც ძიმე 200 რაღაცა იქნება უეჭველი 220 კილო ალბათ, რავი. უბრალოდ ძალიან შეიძლება დანავაროტკებული ყავს, რა ვიცი. გაუშვა. ნეტა მარჯვნივ თუ მარცხნივ? დამენძრა, всё, დავდექი მე მგონი. ოპა. ეგარი. ვიდი. ოპა. მე რა. პირველად რო დაკატაო ესეთ ადგილას მეჩვენება რომ ვა რაღაცა ხელებს მაგრაუჭერ, გეძაბება და იღლები მეტად რა. მეც ეგრე ვიყავი და გუშინ თოკაც ეგრე იყო. აჰა. მაგრამ ცოტა რო ეჩვევი, მერე წყნარად კატაობ რა. აქ ვიყავით ხო მანქანით აშკარად, რავი, ეგრე მახსოვს. ხო, მე მგონი კი. მე მგონი. აჰა, ტალახები გამოჩნდა. და მანქანაა ჩარჩენილი თუ არა გაჩერებული. ტალახი არ არის.იანი ტალახი არ არის აშკარად. პატარა ტალახს გავს. ხოთ. გავლა არ გვინდა რა ტალახში გთხო. არა, მოგვიწევს. ან მარჯვნივ უნდა ავეხეხო, ან მარცხნიდან რესკად. ძალიან ნელა მარცხნიდან, კაი, ვცადოთ ნელა მარცხნიდან, აბა. თან კაი ისეთი ტალახია. ხო, ჩასაჯდომი ტალახია. არა, კარგად დაიჭირა საბურავმა საკმაოდ. გაიარა ტალახში. თეოგადასავა. მაგარია. აქ იყო მგონი, ხო? აქ იყო ერთხელ ისეთი დიდი ტალახი იყო, მათ ვერ ვქენი და ესე ბუჩქებში ავთხარე რაღაცნაირად, ავეჭღლიძე. ხელით იმდენი ვათრიე, რომ აი აქ იყო შეიძლება, აქ უფრო დიდი ტალახი ჩანს. შევხედოთ, აბა. არა, იქ გასასვლელი არის. კი, არის მარცხნიდან აშკარად. კარგო გვატარებს. იმენა არაო. და რა შემოგვასხა. შემოგვასხა დაჟე. ჯიგარი ხარ. მაგარი ვარო ვიჯო, მაგარი ვაო ჩემი. აუ, ტელეფონი მიდევს სუდად ჯიბეში რა. მიშლის. ამის ტვერი დიდი ხანი უნდა ვჭამოთ ხა? მაინც უნდა ვჭამოთ და სადაც არ უნდა გათხარო, მაინც უნდა გათხარო, ხო იცი? წინ? არა. აქედან ახლა წინ რო წავიდეთ, ისევ მიუყვებით კაი ხანი ამ ხეობას და ჩავდივართ, მერე ბოლოში იჩითება. ესეთივე ოღონდ ცოტა შეიძლება არ მახსოვს რა, ესე მახსოვს რომ ცოტა უფრო უარესი გზა იყო ამაზე. აქედან არის მაგარი დაღმართი, ამას რო გადავალთ ესე. ვაფშე მოხრო. ხო, დაღმართზე არ მინდა. ვიცი რომ არ გინდა.
და მე მგონია რომ აქედან წავიდეთ და დავარტყათ ეგწრე რა, შრალა, სანამ თუ რამე დაბრკოლება არ შეხვდა, ვიკატავთ. დავაი. ჯერ თან ადვილია აქედან რა, კაი ხანი. ვიბრაციოს. აქო სასროლეთია მე მგონი. ეგ იყო იქ, აი ამთის გვერდზე. ხო, აქ ვიყავით, რავი, აქ ვიყავით. კი, მე მგონი ეს არის სასროლეთი რა. ისე ვერ გადავწყვიტე, აქ ვიყავით თუ არა რა. კი, ეგ არის და სასროლეთთან მივედით, ეგ გზა არის ზუსტად. ვინმე მაგ გაგვარტყას. არა, გუშინაც გავაძრეთ მე და თოკამ ისროდნენ ვიღაცები და თან ჩვენ მხარეს ისროდნენ. ესე თავი ამოვყავით რომ თაზე გადავდიოდი და თიდან ამოვყავით თავი და ვისრიან იმენა რა. ეგრევე დაგვინახეს, გაჩერდნენ, ჩაუვარეთ, მივესალმეთ, წამოვედით. რა პროჭობაა ეს? კი. აი ის სოფელი. ოღონდ მან დაბა მე როგორ მოვხვდი, მაქედან აქ გადმოვედი. ეთყობა, მივხვდი. აი ამ სოფლიდან ზუსტად ის გზა ესე გამოვიარე, მე ამ თისიქით ესე ჩავიარე და იმ გზაჯვარედინზე მივედი, სადაც გაჩერებული ვიყავით რა. აჰა. დაღმართზე უკანა ტორმუზი და ოდნავ ვახმარ ხოლმე წინას რა, აი ხახუნის მიხედვით ყოველთვის გამორთული მაქვს მუსიკაც და ძრავით და ოდნავ ვახმარ წინასაც რომ ვიცოდე როდის გახახუნდება რომ ხო გავუშვარ. და არ მომივიდეს რა, ხო. ჩემი გვერდზე ხევია სად ვარ? აი ეს არის ის ადგილი. სადაც ვიყავით, ხო? მოვედით. რავი, მეტი რა გზაზე იარო. ეგრევე ჩასაჩეხია ფრთხილად ამოდი. ვა, ეს სად ვარ? კარია. სუზევით ავიდეთ, არა? ჭველი კაი იქნება, ჯობია იქ გადაღება. სალამი. კარგი ადგილია მომწონს. ძალიან კარგი ადგილია. ო, ძალიან კარგია. ძალიან. ო, yes. რაკნას მეტი ამან. ნახე. სად ვართ? ო, სად ვართ? შეხედე რაკნას მეტი. აი ამას ვამბობდი, რომ საკმაოდ კარგი ოფროუდერია, თქო ვერ ვიტყვი ახლა ოფროუდერი არ არის მთლად, მაგრამ ფაქტია რომ არის. უგზოობაზე ვარ საკმაოდ ისეც რთული არ არის და რაღაც ენდურო არ არის, მაგრამ კაი უგზოობაა, პროსტა გრუნტი არ არის, პატარა კლდეებიც არის, დიდი დაღმართები არის, ეხა დაღმართები წინ გველოდება და აი მანდ არ ვიცი რა მოხდება. მაგრამ ძალიან კარგად უიარე, არც დაკიდების სისტემას გაჭერები არ ამე და არც მე. ერთ მომენტში ტალახი შემესხა და ფეხი მიცურავდა და სავარაუდოდ აი ამებს ამოვიღებ ეხა თუ ამოვიღე. ამებს მოვაზრობ ეხა და ჩავესობი ფეხსაცმელით ფეხის დასადებებზე. მოკლედ, ვინმეს თუ რამე ეჭვი გეპარებოდათ, მახსოვს ერთი კომენტარი, რომ ოფროუდზე არა ისაო და იმას გაყვება არა ისაო კიდევ და აჰა, გავყევი თუ არა დიარზის.
ხო, ანუ მე პროსტა ცოტა მეშინოდა რა და მაგიტომ პანიკობდი თორე. რავი, ხა აქ დასვა, რომ მიაჩვიო ამ მოტოციკლეთს. ცოტა ხანი რო ათხოვო. გახელაძე რო ყავს გიორგი. დაიპყრობს, რავი, ყველაფერს ალბათ ეხლა მე არ ვარ ეგეთი. ესეც რომ მიაჩვიო ამას, ბატონი თებში. ესეც დაიპყრობს წვერვალებს. პროსტა მე არ ვარ ჯერ მოჩვეული და აწი მივეჩვევი. მოვიდა გაზაფხული, მოვიდა ზაფხული წინ, შემოდგომა. კაი 9 თვე არის წინ. კატაობის. 9 თუ არა უეჭველია 1 7-6 თვე უეჭველი არის. ხავარი არ გაუმაზო. დააგდე მაგის. მაგარი გაის. ეხა ჩასვლა. დამოვიწყდა გადაღება და კაი დაღმართზე ჩამოვედი. სადაც ავედით იქ ჩამოვედი. ვა. მაგარს მოვცურდი. არც არაფერი. ვა, ჩემი კარგი მოვტყან, რა დავიჭირე. იმენა დრიფტი თუ ვიყავ. თოკამ ძალიან ოდნავ. ბიჭო, მე ხა გამომადგა ის რომ მოცურებას რო სწავლობდი ამდენი ხანი. ხო, ხა გამომადგა. ანუ წარმოიდგინე, ყველაფერი გადგება, რასაც სწავლობ ექსტრემალურს, რა მოცურება იქნება, ცხვირისაწევა იქნება, თუ რავი, დაბზრიალება, ესე ადგილზე დაბუქსავება, ყველაფერი გადგება რა, ეგენი მოუწე რა. შეგრძნებებს ამუღამებ, რა შვება, როდის რასაკეთებს ბორბალი და როდის რა შვება საჭე და რანაირად იქცევა რა. მთელი ოფროუდის სირთულე ეგაა, რომ იცოდე, როდის რა ხდება რა. ეგ თუ იცი, მე მაგას ხვდები სწორად და ეგ არის რა, არაფერი სირთულე აღარ გაქვს რა. აი ტრაკი ძალიან მიცურავს. ნელა ჩამოდი აქ. ნელა. ტვერზე ძალიან ცურავს ჩემი, მძიმე როა. რა ვქნა ახლა, საიდან შემოვიდა, შუაში გამოვივლე. ნელა. ოპა! ვითომ არაფერი ამ დროს იმენა გვერდზე ვიყავი დრიფტში ჩამჯდარი. გამოფლიანდი წეგანი იმენა. იას. დაიძაბე ალბათ და მოიღო ფლიანობას. აი ნელა უთამამდები რა. აი ასფალტზე როცა ვარ ხოლმე ფეხზე დამდგარი აი ძალიან კარგად დამყავს რა სწორად როგორც უნდა ატარო ოფროუდზე და აქ რო გადმოდივარ ეგრე რაც თოკას ჭირდა ვიბოჭები რა ეს შეშტები და ეს გაშეშებული ვარ და ეხლა ცოტა მომეშვა რა თან აი რაც არ კლავსო რა ის გაძლიერებსო პატარა წამო ვა აუ რატო ჩავჯექი ამ კანაოში ხო ამოსვლა ეხა ცოტა მეშინია ამოვეთიშა და ფეხები ბევრად უკეთ მიდგას რა მეგობრებო ვისაც ჩამოგდით ეს ბაიკი და ოფროუდზე გახვალთ მოხსენით ეს შუაში რეზინები აქვს ფეხის დასადებს და წვეტები ფეხებში გერჭოვა და დაწებებული ხარ რა და ასწორებს აი წერა ვიფიქრე ეხა ხوار დავატოვოს რა მივხვდი რომ პირიქით არა გადაიარე რა ინერციით ხო აი აქ წინასწარ შერჩეული სიჩქარით უნდა იარო და საბურავი რა თქმა უნდა რავი ძალიან ბევრს შვება რა ჩემი ატე არის ეხა ასე თუ ისე შენი მენა ჩვეულებრივი სლიკებით არ ამის მივეჩვიე უკვე სულ ამით გადავა ცოტა გაუგიჟავა ცოტა
ავიდეთ. სად? არა. ვენ ვერ ჩამოვა. ძალიან უცურავ. აუ, ძალიან უცურავ. ავიდა, სხვა რა გზა გვაქვს. ნუბივით ამოვედი და ჩამოვედი, მაგრამ ფაქტია რომ ამოვედი და ჩამოვედი. ნუ პირველისთვის ეგ არის რა. დამინძრა დაიცა. არა, მაგრამ ძალიან მოდის ბიჭო, მარცხნივ აქ ეგრევე. აიფობ რა. მე 90% მაინც ასფალტზე მიწევს სიარული და მაგითო არ ვცვლი. მაგრამ აქ ეს საბურავი ძალიან ასწორებს რა. ეხა ფეხებით ვაწვევით ებშო და ვა პროსტა მოუცურავ. ო ვიცი მას მეც ჩამოსრიალდი იმენა და მე იმას ვქენი რა, მე დავატორმოზე. მაგრამ წამოხვალ გასწორდება და უფრო ის იქნება, მოეჭიდება მალე. ამივლი? აი ეგრე წამოხვალ გასწორდება და უფრო ის იქნება, მოეჭიდება მალე. ამივლი? მაგარი კადრია. ეგ არის. მაგარს ვიცურავ იმენა ძალიან. ხო. კაროჩე ესე იგი დაღმართებზე ძალიან ნელა უნდა. მაგრამ აი პროტექტორიანი საბურავი დაიჭერს უფრო მაგ ქვიშასაც? არა მგონია, მაგრამ გააჩნია შეიძლება რა, უფრო რეზინა რა, აი რეზინა. მოკლედ ახლა შევაჯამოთ საბოლოო ჯამში, გადასარევად დადის. ერთადერთი სიმძიმის გამო ესეც ციცაფო დაღმართებზე, აი წეღან კადრებშიც ჩანდა ალბათ, მაგრამ მან დაღმართი არ ეტყობა ახლა ვიდეოში სავარაუდოდ და ძალიან დაღმართზე პროსტა ყრია ძალიან ბევრი მტვერი და გათიშული ჩამქრალი მოტოციკლეტით მოვდიოდი. სეპლენი ვცდილობდი რომ პროსტა გამეშვა და მაგ სეპლენით მეარა უბრალოდ, მაგრამ აი საერთოდ მოჭრილი არ მქონდა ხელი, მაინც მიცურავდა მოტოციკლეტი. თორე ისე არაფერს არ გაჭირვებია, მე ვინერვიული ერთი საკაიფოდ კაი ადრენალინი მივიღე და მაგისთვისაც ვიყავით წასულები. კაი დრიფტებშიც ვიჯექი. მოკლედ ჩამოვედი დავბრუნდით უკან. დღეისთვის ეგ არის. მეტი აღარ გავრისკე, ზემოთ კიდე უფრო მაღალ აღმართზე ასვლა და კაი ვქენი მე მგონი, იმიტომ რომ იქ რო ჩამოდიოდი, წეღარას თქვი, მოკლედ ძალიან ცურავს. აი ესენი მოხსენი. ფეხებში რაც დღავს და ბევრად გამიადულდა, მე ფეხი აღარ ცურავდა და ბევრად გამიადულდა დგომაც და ჯდომაც. ავსებული ვარ ემოციებით, ძალიან ბევრი ადრენალინის გამოვიმუშავე. სუმშრალი ვიყავი რომ მივდიოდი და რაღაც მომენტში რომ მოვცურდი, ეგრევე დავსველდი, ოღონდ ოფლისგან. მოკლედ ძალიან ყოფილი ვარ, ძალიან ემოციებით ვარ დამოხტული და მადლობა ტრიუმფს და მადლობა სუზუკის. და მადლობა გიორგი თეფში მეჭურჭლეშს. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონებათ და ცოტა წარმოდგენად შეგექმნათ, იმედია რანაირი შესაძლებლობები აქვს ამ მოტოციკლებს. მე ხა სულ ალბათ მე-13 ან მე-4-ით ვიყავი უგზაობაზე გასული. ესე უგზაობა რო თქვა რა. ამიტომ ვინცაც გამოცდილება გაქვთ და იცით თქვენი შესაძლებლობები, მიხვდებით შემდეგში ამ ბაიკის შესაძლებლობებსაც. სხვა დანარჩენი, რა ვიცი, ცოტა ხანში ამის განხილვასაც შემოგთავაზებთ. და კიდევ ბევრ თავგადასავალს შემოგთავაზებთ უკვე ალბათ გასვლებით და ტყეში, კარვებით და ასე შემდეგ. აბა დროებით.